საერთაშორისო მზის პანელების ბაზარი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან გარდამტეხ წერტილს გადის. წლების განმავლობაში ფასების ვარდნის შემდეგ 2026 წელი მზის პანელებზე ფასის ზრდით დაიწყო. კორექტირების ახალი ციკლის პირველ ეტაპზე პანელების ღირებულება 20%-ით გაიზარდა და 1 აპრილიდან ფასების მეტად გაზრდასაც ელიან. ფერადი ლითონების, მათ შორის ვერცხლის რეკორდული გაძვირება და ჩინეთის პოლიტიკის ცვლილება, ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ფოტოელექტრონულ პანელებზე ფასების ზრდის მაპროვოცირებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, ჩინეთი მზის პანელებზე დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათიან რეჟიმს აუქმებს და შემოაქვს ექსპორტის გადასახადიც. ეს სცენარი მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს სექტორისთვის, სადაც 2023 წლიდან ჭარბი მიწოდების და წარმოების შემცირებული ხარჯების ფონზე ფასები საბოლოო პროდუქციაც დაბალი იყო. როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები საქართველოზე და იმ პროექტებზე, რომელიც მზის ენერგიის ათვისებისთვის არის დაანონსებული, რა ტენდენციებია მზის ენერგიის ათვისების ბაზარზე, ჰელიოს ენერგიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯენია გვერდდება. ამ თემაზე სასწაუბროთ, თორნიკე მოგესალმებით. მადლობა, რომ შემოგვიერთდი. მინდა რომ უფრო მეტად ვისაუბროთ, რა მოხდა ასეთი, რომელმაც საკმაოდ ესე ვთქვათ, გარდამტეხი პერიოდის წინაშე დაგაყენათ სექტორი, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იმედია ჩემი ფეხი იქნება წარმატებული თქვენთვის და თქვენი გადაცემაც, რადგან ამ საკითხები დაინტერესდით, იქნება წარმატებული ჩვენთვისაც, იმიტომ რომ წელევანდელი წელი არ დაიწყოთ რაც სახარბიელოდ მზის ენერგეტიკისთვის. თქვენ სწორად ბრძანეთ, გვაქვს გამოწვევა. პირველ რიგში მზის პანელების ფასი იზრდება. მე თუ გვაქვს დრო ვიტყვი, რატო იყო ეს ასე ვთქვათ გაიაფების ტენდენცია და ეხლა რატო მოკლედ თუ შეგვიძლია რომ ხო, შევეცდები მოკლედ, ანუ ომის უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდგომ ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ბაზარზე, ჩინელებმა გაზარდეს საწარმოო მოცულობები და შესაბამისად რაღაც მომენტში წარმოიქმნა ჭარბი პროდუქცია. ამან განაპირობა ის, რომ წავიდა ძალიან ასე ვთქვათ უხეში კონკურენტული ბრძოლა, ეგრეთ წოდებული bottom pricing-ი, ანუ ყველაზე ასე ვთქვათ ძირ ფასზე დასვლა და ყველამ ვიცოდით, რომ ეს ფასები რაც იყო ბოლო პერიოდში მზის პანელებზე, მეტნაკლებად გამოწვეული იყო იმით, რომ ჭარბი პროდუქცია იყო ბაზარზე და ცდილობდნენ მწარმოებლები, რომ ეს ჭარბი პროდუქცია გაიყიდათ რაც შეიძლება დაბალ ფასად. თუმცა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელს უწყობდა ის, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ჩინეთის მთავრობა ამ ყველაფერს ხელს უწყობდა, იმიტომ რომ ექსპორტის გადასახადი იყო სულად მოხსნილი და არ ფიქსირდებოდა არანაირი გაძვირება მეტალის და იშვიათი ლითონების ან ფერადი ლითონების. გარდა იმისა, რომ შეცვალა ჩინეთის მთავრობამ ეს პოლიტიკა და 9%-ით არის ეს შეღავათი, ექსპორტის გადასახადის დაწესება ხდება 9%-ით და ამას გარდა ზუსტად სხვა ნაწილში შემოდის როგორც რეგულატორი, რომ არ მოხდეს ეს ეგრეთ წოდებული უხეში და დამანგრეველი კონკურენცია ბაზრის და რაღაც დონეზე მარჟასაც ურეგულირებს უკვე წარმოებლებს, რა მარჟაზე უნდა იმუშაონ. ამ ყველაფერს დაემთხვა ისიც, რომ გარდა ვერცხლის ფასისა გაზრდილი არის ასევე ალუმინის ფასიც, სპილენძის ფასიც არის ცოტათი მომატებული, ანუ ყველა ფერად ლითონზე არის ფასი გაზრდილი. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმ მოცემულობას, რომ 2026 წელი დაიწყო 20%-იანი გაძვირებით მზის პანელებზე და 1 აპრილიდან ხდება მოხსნა ექსპორტის შეღავათის, ასე ვთქვათ, და კიდევ დამატებით 9%-ით გაძვირდება. ანუ ჯამური გაძვირება მოსალოდნელი არის მზის პანელებზე დაახლოებით 30%-ით. ეს რას მოგცემს მთლიან ჯამურ პროექტში? ჯამურ პროექტში ვიცით, რომ უხეშად მზის პანელები დაახლოებით 50% არის ღირებულების და შესაბამისად რო გავყოთ 30%-იანი გაძვირება, ანუ ჯამური პროექტები, ანუ პროექტი ჯამურად ნებისმიერ ინვესტორს გაუძვირდება მინიმუმ 15%-ით. ეს ასე პირდაპირ გადმოიცემა უკვე საქართველოსაც, ხო? კი, რა თქმა უნდა, ანუ ეს გლობალური ბაზარი არის, ჩვენ ის მარაგები რაც ქონდა ეგრეთ წოდებული იაფასიანი უკვე ის მარაგები გაყიდულია პროექტებში, ზოგი მონტაჟდება, ზოგი უკვე დამონტაჟებულია, ჩვენ ახლა უკვე გადავდივართ ამ გაძვირებული პროდუქციის გამოყენებაზე და რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ შევეცადეთ, რომ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, შევეცადეთ რიგ მომხმარებლებთან, რომ ეს ფასთა გაძვირება მათ ესე მტკივნეულად არ შეხებოდათ, თუმცა ახალ პროექტებში რა თქმა უნდა ეს იქნება შესაბამისად ასახული. ჩვენ უფრო მეტად გვადარდებს ის პროექტები, რომლებიც პირდაპირ ხელშეკრულებების ხარდაჭერის ფარგლებში იქნა შეტანილი, დიახ, ან მათ
მოუწევთ თავიანთი ბიზნეს მოდელის გადათვლა. იმიტომ წარმოიდგინეთ, რომ 15-20%-ით პროექტი უძვირდებათ. თორემ მოდი მაგ ნაწილზეც რომ ვისაუბროთ, ჯერ ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული. თუ დაიწყო ეს ეტაპი უკვე თუ არის შესაძლებელი რომ რამე ტიპის მოლაპარაკებებში შევიდეს თქვათ მწარმოებლები, კომპანიები, ინვესტორები მთავრობასთან. პირველ და მეორე CFT აუქციონი კომპანიებს, ანუ ვინც გაიმარჯვა, მათ აქვთ მიღებული წინარეკვლევის მემორანდუმი და ბევრი ჯერ კიდევ ელოდება მშენებლობის მემორანდუმს. ანუ ამ მომენტისათვის მშენებლობის ეტაპზე შეიძლება გადასულები არიან, მაგრამ გადასულები არიან მშენებლობის მემორანდუმის გარეშე. მე ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელსაც დაწყებული აქვს უკვე მშენებლობა, მაგალითად პანელების შესყიდული აქვს ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ არ გაძვირებოდა, ანუ წინასწარ გადაიხადა ეს თანხა და წინასწარ შეიძინა და მშენებლობას დაიწყო, თუმცა ჯერ არ აქვს მიღებული მშენებლობის მემორანდუმი. პირველ და მეორე აუქციონის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებს უფრო მარტივად მიეცემათ ეს მემორანდუმი, იმიტომ ისინი დროითი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უსწრებდნენ ამ მესამე ეტაპს. აი მესამე ეტაპს რაც შეეხება აქ ჩემი ინფორმაციით და ჩვენ ასოციაციაში ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა ყოველდღიურად ვცვლით, არის გაცემული სულ რამდენიმე წინარეკვლევის მემორანდუმი. შესაბამისად, მშენებლობის ეტაპზე გადასვლაზეც არ არის საუბარი, ძალიან ბევრი პროექტი ელოდება წინარე მემორანდუმსაც, ანუ წინარეკვლევის მემორანდუმსაც კი, არათუ მშენებლობის მემორანდუმს. შესაბამისად, აი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ეს ფასთა ზრდა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არც წინარე კვლევის მემორანდუმი აქვთ მიღებული და ვინც მიიღო, ანუ ვერ მოასწრო, ასე ვთქვათ, რაღაცა მშენებლობის მემორანდუმამდე მიახლოება და ვერ მოასწრო პროდუქციის შეძენა. ასეთი ძალიან ბევრი კომპანიაა. ამ მიმართულებით, ანუ რა ელის ასეთ ინვესტორებს მოუწევთ თუ არა მათ თქვათ რაღაცა პროექტების შეცვლა, ანუ მოლაპარაკებებში შესვლა, ახალ მოლაპარაკებებში, ან საერთოდ გაუქმება რაღაცა ტიპის პროექტების. ჩვენ ვიცით, რომ 5.6 ცენტი იყო შეთავაზებული ტარიფი და მათ მოუწევთ ხელახლა გადათვლა. ანუ მთლიანი პროექტის, აქ მე მინდა გითხრათ ისიც, რომ მარტო გაძვირება არ არის ერთი, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ესე აფერხებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, საიდან მოიზიდავენ საინვესტიციო კაპიტალს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ფაქტურად, რა თქმა უნდა, გვაქვს ადგილობრივ დონეზე საბანკო სექტორი, სადაც ყველაზე, რა ვიცი, ბოლო მონაცემებით შეიძლება ეს ციფრი დაკორექტირდეს, შაშანდელ მონაცემს გეუბნებით, ყველაზე კარგი საპროცენტო განაკვეთი იყო 9-დან 9.5%-მდე. ანუ ამაზე იაფ, ასე ვთქვათ, კაპიტალს ვერ შოულობს დღეს ბიზნესი. შესაბამისად, აი ამ მოცემულობით და გაძვირებული ფასით მოუწევთ თავიდან დათვლა და ბევრისთვის შეიძლება ეს იყოს აღარ იყოს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება და ინვესტირება ენერგეტიკაში საინტერესო. მზის ენერგეტიკას გულისხმობ. რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ალუმინის გაძვირება, სპილენძის გაძვირება და ზოგადად ფოლადზე ჯერჯერობით ანუ ფასი არ გაძვირებულა, თუმცა თუ ჩვენ საუბრობთ ალუმინზე და სპილენძზე, ჩვენ ვიცით, რომ ალუმინი და სპილენძი, ანუ მთელი ქსელი ალუმინის სპილენძით და ფოლადით არის, ასე ვთქვათ, მოწყობილი და შესაბამისად ეს პირდაპირ აისახება უკვე შემდგომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, რაც ჭირდება ზოგადად განახლებადი ენერგიის პროექტებს. სად კარგი დრო არ უდგას განახლებადი. ამ მომენტისთვის არ უდგას, თუმცა რა თქმა უნდა ეს მოსალოდნელი იყო ნაწილობრივ. მოდი ვისაუბროთ უფრო ლოკალურ ნაწილზეც, რაც ეხება ინდივიდუალურ პანელებს, რომელიც ასეთი პოპულარული იყო, მათ შორის, როდესაც იყო ნეტო აღრიცხვის სისტემა, ბევრი ინდივიდუალური პანელი გაჩნდა, მათ შორის კომპანიებმაც დაიწყეს მზის ენერგიის ათვისება. ამ კუთხით რაც სრულებებს ელოდებით და ზოგადად ეს როგორ აისახება ამ სეგმენტიდან მოთხოვნაზე. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ეს არის მიკროსიმძლავრეების მიმართულება. მიკროსიმძლავრეების მიმართულებაში ჩვენ გვაქვს ახლა ორი მოცემულობა, ერთი ეს ენერგოპროში, სადაც უკვე ნეტო დარიცხვა მოქმედებს და თელასი, სადაც ნეტო აღრიცხვა მოქმედებს ისე. შესაბამისად ჩვენ მოუწოდებთ ნეტო აღრიცხვაში და თელასის, ასე ვთქვათ, თბილისის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ისარგებლონ
მოასწრონ ნეტო აღრიცხვის რეგულაციაში ჩართვა, იმიტომ წლევანდელი წელი იქნება ბოლო წელი ნეტო აღრიცხვისთვის, ანუ ამის შემდგომ უკვე თელასშიც დაინერგება ნეტო დარიცხვა. რაც შეეხება ნეტო დარიცხვას, ნეტო დარიცხვის ფარგლებში ჩვენ ხედავთ საკმაოდ პრობლემებს, ანუ ეს რეგულაცია რეალობაში ვერ მუშაობს. არათუ კარგად ან მიახლოებით რაღაცა მსგავსად ნეტო აღრიცხვისა თითქმის საერთოდ ვერ მუშაობს. და ინტერესი არის ძალიან დაბალი, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ მუშაობას სემეკთან ერთად, რომ კი ეს იყო პირველადი მიღებული, ასე ვთქვათ, რეგულაცია შარშან 1 ოქტომბერში შევიდა ძალაში, მაგრამ 1 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე ძალიან დაბალი აქტივობა ფიქსირდება. ახლა მაგალითად ჩვენ კომპანიაში ალბათ 2 თუ 3 პროექტი გვექნება გაკეთებული, ეს რაც ჩათვალეთ არაფერი არ არის რა. ასოციაციაში მყოფი კომპანიების თვისაც კი მათ რასაც ვეკითხებით ძალიან დაბალი მიმართვიანობა, ანუ მომხმარებლები არ ინტერესდებიან. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს გავხადოთ საინტერესო. მზის ენერგიის ასოციაცია მუშაობს ახლა მოდელზე, რომელიც იქნება შეთავაზებული სემეკისათვის და მუშაობთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს პროექტი და ზოგადად ეს დარიცხვის მოდელი საინტერესო გახდეს და ამასთანავე არ მოხდეს არანაირი დაწოლა ტარიფზე, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიცით, რომ ნეტო აღრიცხვა იყო წამახალისებელი მექანიზმი, რაღაც დონეზე ითვალისწინებდა ეს არაპირდაპირ სუბსიდირებებსაც ჩვენ სფეროში. ეხლა დღეს ვამბობთ, რომ ეს საჭიროება, ამის საჭიროება აღარ არის, მაგრამ საჭიროა რომ რეგულაცია იყოს გამართული ისე რომ იმ ჭარბ ელექტროენერგიაში თუ იმ ენერგიაში, რასაც მომხმარებელი აწარმოებს, მას საბაზრო ან საბაზრო ფასთან მიახლოებული ტარიფი შევთავაზოთ. აი ესეთი ანაზღაურება გქონდეს, რომ რაღაცა ბიზნეს მოდელი შედგეს ისეთი, რომელიც იმუშავებს და საბანკო სფეროს მიერ იქნება დაფინანსებული. აქ ძალიან მინდა ვახსენო ისიც, აუცილებლად რომ აწარმოებს საქართველოს აგრძელებს ამ სფეროს მხარდაჭერას, სუბსიდირებული პროცენტის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ზოგადად სააგენტოს და მთავრობას, რომ ეს გვაქვს, ანუ მწვანე სესხების მიმართულება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქაც ვიტყვი, რომ დაახლოებით ლარში არის სესხი და ლარში თუ პირობითად ბიზნესი იღებს 13-დან 14%-მდე, ესეც დღეს საბაზრო პროცენტი არის. ამ სესხის თანადაფინანსება, ამ პროცენტის თანადაფინანსება ხდება 5%-ით, ანუ დაახლოებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოსდით ხოლმე 8-დან 9%-მდე, რაც ლარში საკმაოდ კარგი პროცენტი არის დღევანდელ მოცემულობაში. იმედია რომ სემეკთან ერთად შეძლებთ რომ ახალი მოდელი დანერგოთ. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე სტუმრობისთვის. ჰელიოს ენერგიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია იყო ჩვენი სტუმარი.